დილამშვიდობის ხალხო. ნუ პრინციპში ეხა სადღაც პირველის ნახევარია. დილა აღარ არის. მაგრამ რა ვიცი ვიდეო როცა დაიდება ის მშვიდობისა მაშინ, იმიტომ რომ ეგ ხო ტრადიციაა უკვე, მე როცა სახში ვარ და როცა მინდა ვრეცხო ან რაღაცა ვაკეთო, არ არის შუქი. როცა შუქია, გაზი არ არის, გაზი როცა არის, წყალი არ არის, მოკლედ სამივე ეს ერთად ვერ ვამთხოვ რა, რაღაცა. ვერთო აი იმ ქათმებმა აი ჭირი გამიჩინეს. ესე იგი მიწა იქ არის, ბალახი იქ, ყველაფერი იქ არის. აქ ბიტონზე რა დარჩენიათ, ვერა. ბებიე, როდესაც ეხა თუ ჩარჭედავს უყელა. შა. ბიჭო, შენ მართლა ინდაურო შენ რა. შენ მართლა ინდაურო. როგორც კი შემოდიო თვალზე, ისო ტრიალდებიან და მოდიან. აი ეს პატარა ქათმები, მაგათი. ესე იგი. სანამ ტაძარში წავალ, მე ქისაჭმელი ხომ და გავაკეთე რაღაცეები და პირველი ნახევარი ზუსტად. ხოდა ვიფიქრე სანამ საწოლი ავალაგე რაღაცა მაღლა მივდექ მოდექი. ერთადერთი უკ ჩაქრა და მტვერშასურტივერში ჩავთე და გამახსენდა რომ ყვავილოვანი კომპოსტო მაქვს. კაი, აჰა, ჩავაგდებ ხა მოუხაშავ და მე რომ შევწვა და მაიონეზით ვაკეთებ ხოლმე. მაგრამ ეგ არის ჩვეულებრივი კამფეტი ჩვენთან. ხო და მოდი მეგონი ჯობია ეს ამ ხელას. აი. ხო და სანამ მან დავა კარტოფილსაც შევწვა. ხო და რა ვიცით. ხარამიც გავაკეთო თუ ეს ყოფა ჯერჯერობით და ხვალ-ხვალე მივხედოთ. ეგეც შეიძლება საღამოს. ხვალე სავარაუდოდ ვიმუშავებ ტაძრიდან იგივე იქ ჩავალ. უნდა რა და რადგან ეს ბოლო კვირაა და ბოლო კვირაა უნდა ვიმუშაო. წავალ მაინც როგორც მოხდება რანაირადაც ეს ერთი კვირაც გავკაჩო. ქარია ხალხო და მაგიტო არ არის შუქი. როდის ჩაქრა ვერ გავიგეთ წუხი. ანუ რომ სადღაც 12-მდე არ გამიქაჩია მე მალე დავწექი, მაგრამ არ ვიყავით სახში. იუბილეზე ვიყავი გუში. ჩვენი მეგობრის. ხო და მალე კი მოვედით რა. ალბათ რა 11-12-მდე არ იყო და იგივე დავწექი. როდის ჩაქრა შუქი ვერ გავიგე. დილას მოვიდა, მაგრამ ქარი გაძლიერდა თუ არა, ისევ ჩაქრა. ხო, იმედია რა ვიცი, წინაზე იყო ესე და 2 დღე ინტერნეტის კაბელები იყო დაწყვეტილი. ჩვენთან იყო, მაგრამ ბევრგან არ იყო რა. მაშინ თოვლი იყო დიდი და იმამის საქმე. ხო და მაგიტო გადავწყვეტე ხა კარტოფილი შევწვა რომ იმასთან მაინც უნდა ვედგე თავზე, ანუ ეხა რომ მოიხარშება, მოუხარშავ უბრალოდ ყვავილოვანს და თან პარალელურად ამებს ამასაც ამოუღრებეთი და ერთდროულად მოვჩები რა და ავალ მაღლა. თუ შუქი მოვიდა, ხო დავასუფთავ, თუ არ მოვიდა, თქვენ კარგად იყავით. უბრალოდ აი გამოყურებული ხარ რაღაცნაირად და ის აი მობილური ინტერნეტი რო ჩავთა კიდე, აი ხა რომ მაგალითად 10 წუთიანი ვიდეო არ აიტვირთება 4 თავი. გუშინ სანამ სამსახურში წავიდოდი. გუშინ ეს ბაცაცოზე მკითხა რა როგორ რანაირად ხო გეხვეწები მიხედეო და რა მივხედე კი რა გადავხედე. გუშინ სანამ წავიდოდი ხორცი მქონდა რაღაცები გავუკეთე კერძი საჭმელი დაუვეწინ ცხვირწინ გამოვიყვანე იქ სითბოარი კურდღლებთან და გარეთ აღარ გამოვიყვანე. თავში საგები დაუდე, მოვეფერე, ამოფერება თან ანუ მეშინო და ხარ არც უკმენია და არც არაფერი ლეკვი არის 3 თვის დეკემბერში მოვიყვანე და რა სადაც 5 თვემდე არც არის რა და მაინც ვთხილობდი რომ ან რამეს ნატკენი არ ქონდეს მეთქი და იმას რომ შევახო აი ინსტინქტურად ან გამკაწროს რაღაც ახლა ცოფი ვიცი რომ არა იმიტომ წყალი დალია და რაღაცა რა და მაგრამ მაინც ხა
მარტო ჩემ თავზე ხო არა ვარ ამ წუთას პასუხისმგებელი და ვცდილობდი ძალიან ფრთხილად ყოფილიყავ. ვეფერებოდი, გამოვიყვანე რომ შუაში დავსვი და ისე რა და თავის საგებზე დავაფარე ზემოდან წყალი საჭველი ყველაფერი აი ვეფერებოდი თან გული მწყდებოდა რომ სამშობლოზე ყველა ვარიანტი უნდა წავსულიყავ ტორტები მქონდა. ხო და აბა ბაცაცო მეოთხარი მოვალ მოგეფერები ისევ გეხვეწები აბა არაფერი მოგივიდეს აი სუთბილად მიყურებ და აი უენო საქონელი რო გიყურებს და აი უნდა მიხვდე რა უნდა რა აი უნდა მიხვდე რა ლათვალიერი ამ მოფერებაში ამოვაბრუნე სულ მუცელი მეთქი ან შებერილია რაღაც აი ნაკაწრიც არაფერი არ ეთყობოდა ნუ აი საერთოდ მე ვიფიქრე მეთქი ძაღლმა სცემა გარეთ ყელი ყურები აი ყველაფერი და აი არაფერი რა აი არაფერი სახსალამათი დავწექით და აი როგორც ცელქი ბავშვი გაუშვა ესე იყო და მეორე დღისით მასე დამხვდა ვერ გავიგე რა მოხდა აი ენტეროვირუსი რო ქონა ხო გახსოვთ 2 დღე იყო მოწყენილი და რა ყველაფერი და რაღაცა მაინც რო ცუდად არის იცი რომ რაღაცა ცუდად არის დაბაცდილოთ მაგრამ აი სახსალამათი და მეორე დღეს ასეთი იყო დილითვე ანუ მინდოდა რომ ცოტა 1-2 ლუკმა მეჭმევინებინა მაგრამ პირი არ გააღო არაფერი არ შეჭამა მეთქი მოვეფე რაღაცა თავისი სათამაშო მიუტანე დავაწვინე დავაფარე კარებიც გამოუკეტე რომ კატები არ შევიდრე მეთქი და არ შეაწუხონ და არ შეუჭამო მეთქი საჭმელი რომ მოვალ სამსახურიდან ზუსტად ვიცოდი რა დავუდე და აბა შეჭამს თუ არა ვნახო და ისე წავედი სამუშაოზე და იონისაც დავავალე რომ მეთქი პერიოდულად არც გაუღო კარები უბრალოდ შეხედე რა ვიცი მაინც რა და მასე დავტოვე დაახლოებით 6 საათისთვის წამოვედი სამსახურიდან რომ მე დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავით და სადღაც 4-ისთვის დამიგეკა ლაშამ რომ ბაცაცო მოკვდა და ძალიან შემოწვა არა და ძალიან ვეხვეწე რომ ბაცაცო აი ცოტა ხანში მოვალ ცოტა ხანში ბაცაცო და მოგხედავ მოგეფერები მაღლა აგიყვან ბაცაცო ჩემთან იქნები ვიყურებდე ეს ზაყვალად მაგრამ მომიკვდა მაინც შემეცახცაღალო გაბედნიერებს მთელი ცხოვრება და მე ერთი წარე დღე ყოველთვის აქვს როცა მკვდება ის პანდასაც სულ დაათრევდა ხოლმე ბაცაცო და სულ ეჩხუბობდი ბაცაცო გაუშვი ბაცაცო იმდენად მიყვარდა ეგ საფერი რომ ისა ეუბნეოდი რომ ბაცაცო გაუშვი მეთქი რაღაცა და ეხლა გამოდის ეს კატა და შუამდე არც გამოდის იყურება რა ანუ ჯერ გონია რომ კიდე დაიჭერს და გაგლეჭ გამოგრეჭავს და კევივით ახონდა ხოლმე რა რომ იტყვერა ესე სადაც დაიჭერ და იქ აუბედურებდა ხოლმე თამაშებოდა ესეც აღარ გაუგებოდა ხოლმე ხო და ჯერ ისე ვთხილობს ვერ დაიცის მაგ სადაც კუდა დავმარხეთ იქ წაიყვანა ლაშო ბაცაცო ლაშამ ცალკეა თვარიელა კიდე ცალკეში ამოწმა კიდე არაფერი ეხლა არაფერი ერთი ნინოს აუკრძალე გუში რომ მეთქი ყველაფერი აქვს და შენ არ შეხვიდე რომ მეთქი რომ მოუვიდეს რამე და მოკვდეს და ნინო მეს ნახოს თქო ნინო ძალიან სხვანაირად განიცდის ხოლმე მაგამ ბავში ალიკვალი ჩემი თავია და მახსოვს ბავშვობაში რამე რომ მომიკვდებოდა რამე როგორ რა იყო ის ჩემთვის და არ მინდოდა რომ ნინოსაც ისექნა და უკრძალი ანუ არ მიხვიდე მეთქი საკურთხლეს ხო და ცეკვაზე რო წავიდა ნინო მაშინ გამოიყვანა ლაშამ და კუდასთან ყავი ხე კუდასთან არის
ორი მოუსვენარი არსება. ამ ხელა იყო კუდა და პატარა ბავშვით იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შუქი მოვა, მაგრამ არა. არ დამავიწყდეს, ზეგ მივდივარ ექიმთან იცოდე გამახსენებ ფეხზე. ჩაწერილი ვარ 11 საათზე იქ უნდა ვიყო, ანუ სადღაც 11-ის წუთებზე, არა 10:05-ია კლიავაგას გავუყვები, რომ არ ვირბინო და დროულად წავიდე. და აუცილებლად უნდა ვიყიდო ძაფები. იმიტომ რომ იმ კვირაში ხო ვამთავრებ სამსახურს და რაღაცა და ასე თუ ისე მეტი დრო მექნება სახლში. და როდესაც დავჯდები ხოლმე, რადგან ვიცი რომ ჩემი ბავშვი უკვე ბიჭია, რაღაცებს გავაკეთე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა რომ რაღაცა ადიელასავით მოგსო, რომელსაც ვიხმარ აუცილებლად. ნენელა დავიწყებ ეგეთ რაღაცებს. ორი საროჭკაც მაქვს დასახატი და პლუს იოანეს მესამე. ეხლა არ ვიცი რამდენად მოვასწრებ. ლაშას კომპიუტერს ისა დატენილია მეთქი ლაშას ვკითხე და მე მგონი კიო და იქნება ერთ ნახატზე მეყოს, იმიტომ რომ მე ხო დიდი კომპიუტერით ხატავ ხოლმე რა, ანუ კარგად იშლება სურათი და თან ძალიან წკრიალა ეკრანი აქვს და ჩემი კომპიუტერის ეკრანი ძალიან პატარა არის. ისე რომ ჩემ კომპიუტერში ვუყურებ ხოლმე ფილმებს და ლაშასი ვიდგაკეთებ საიდანაც ვიხატო. ხო და იქნებ თან შავ-თეთრი სურათი უნდა დავხატო. შუქი მოვიდა. Und ალბათ დიდი ხნით არა. იმედია 1-45 წუთი იქნება. საწყის მანქანა არ გამოიგდას. კაია. მოვიდა, იმიტომ რომ რაღაცებს უკავაკეთე კომპიუტერს ჩამოვიდან თან ამის უყურებ, სანამ აქ კუხნაში ვიქნებ და ვიბოდიალებ. ოცნება დავიწყე იმისი, რომ კუხნა მქონდეს მაღლა. თენცი როგორი კუხნა? აი, ყოველდღიურიც რო ტელევიზორიც რო ბარის სტილში რო გადატეხრავ და რაღაც. ეხლა მაგაზე დავიწყე ფიქრი და ჩალენჯი. იმიტომ რომ ზემოთქვებოდ აღარ მომიწევდა სიკვდილი. რომელიც მე უფრო გამიჭირდა. ასე რომ ნახოთ რა იქნება და როგორ ვიყოთ მოვლენებს. აგვისტომდე. ბევრი რამე მაქვს ისედაც მოსასწრები. ბანკეტი ბოლოს არიანად და პლუს ოთახი მაქვს გასარემონტებელი. გარეთ ოთახის კარები შეუკვეთა ლაშამ უკვე რკინის. ჩავსვათ ლამაზ კარებს. წავედი ახლა ბევრს აღარ მოგაწყეთ, თან პატარა ვიდეო იყო, ჯობია ვასწრო სატვირთვა, ვიდრე ეხლა კიდე ჩაქრე შუქი. ინდა უდალაჟე ჩუბო. წავედი ხარ, ალბათ თქვენიც მაგარი.